ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მარტვილი ისას, ანუ სულთმოფენობას. თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ ძველ ქართულში ვიდრე შემოვიდოდა ტერმინი 50 ან სულთმოფენობა, იყო დამკვიდრებული ტერმინი ამ დღესთან დაკავშირებული მარტვილია. წარმოშობით ეს სიტყვა ქართული არ არის, ეს არის ბერძნული, უთარგმნელად გადმოსული ქართულში, მაშინ, როდესაც თავად საბერძნეთში დაკარგულია. და სიტყვა ნიშნავს დამოწმებას. დამოწმებას ამ შემთხვევაში მაცხოვრის სიტყვებისა, რომელმაც აღუთქვა მოციქულებს, რომ როდესაც მე წავალ, სხვა ნუგეშინის მცემელი მოვა თქვენთან. აი ამ სიტყვების დამოწმება ხდება დღევანდელ დღეს. ამიტომაც ძველმა ქართველმა შემოიტანა სიტყვა უთარგმნელად და დაარქვა ამ დღეს მარტვილია, ანუ დამოწმების დღე. აქედან მოდის შემდგომ მარტვილობა შუშანიკისი, მარტვილობა ჰაბოისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარტვილობა ანუ დამოწმება რაღაცისა, ამ შემთხვევაში ქრისტეს სარწმუნოებისა სიკვდილამდე. და ამიტომ მოწამეებს, დამოწმებლებს ეწოდებათ მარტვილები. მარტვილოლოგია ასეთი ტერმინიც კი არის, ანუ მარტვილების შესახებ სწავლება. აი დღევანდელი დღე არის სწორედ ეს, როდესაც სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე აღდგომიდან 50 დღეს, ცეცხლოვანი ენების სახით და ეს ყოფითად გაუნათლებელი ადამიანები, უწიგნურები, იწყებენ საუბარს სხვადასხვა ენაზე. როგორ არის შესაძლებელი ეს? თქვენ იტყვით, ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ეს სასწაულია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არაფერს არ გვეუბნება, სასწაული მთელი ცხოვრებაა ჩვენი. მაგრამ ხშირად ჭირდება რაღაცების განმარტება. ღვთისმეტყველებაში ბევრი რამე განუმარტველია, განუმარტავია. ვერ განმარტავს კაცი. მაგალითად, აი მაგალითი. ძალიან ბევრია, მაგრამ მაგალითი. თუ კი მე ვეზიარები სისხლსა და ხორცს ბუნებითი ღმერთისას და ის ჩემი სისხლი და ხორცი ხდება და მე მისი, რატო არა ვარ ბუნებითად ღმერთი მაშინ მე? ან მაგალითად, როცა სისხლი დაიღვრება ჩემი, დაუშვათ გამეჭრა თითი. ხო სისხლს ვეზიარები მაცხოვრისას, ჩემი სისხლი მისი სისხლი ხდება. ნიშნავს თუ არა, რომ სისხლი დაიღვარა ჩემი, რომ ქრისტეს სისხლი დაიღვარა ამავე დროს? სულაც არ ნიშნავს. და როგორღაა მაშინ? ერთი მთლიანობა როგორ ვარ მე ღმერთთან ზიარების ჟამს? აი, კითხვა. ამაზე პასუხი არ არსებობს. და ბევრი ასეთი მაგალითი უამრავია. რაღაცა განმარტებულია, ბევრი რამეა განმარტებული, მათ შორის დღევანდელი დღეც. და ამას შეძლებს დაგვარა ჩვენ გავმარტავთ. მაგრამ უამრავია ისეთი საკითხი, რომელიც განუმარტავია. კიდევ ერთი მაგალითი. ადამიანი ამბობს აღსარებას. მღვდელი უკითხავს ლოცვას, გახსნისას, შენდობისას და კითხვა, როგორ მიეტევება ადამიანს სოდვები? კაცმა არ იცის დედამიწის ზურგზე. ეს ისე კი არა, რომ მღვდელმა იცის, ეპისკოპოსმა იცის და მრევლმა არ იცის. ასეთი რამე არ არის. ქმნილებისთვის ეს დაფარულია. ჩვენ ვიცით, რომ მიეტევება, ეს საიდუმლოებითია. საიდუმლოებითი მარტო იმიტომ კი არ არის, რომ არ შეიძლება გათქვას აღსარება ადამიანმა.
ეს კი არ არის მხოლოდ საიდუმლოებითი. ამიტომ კი არ ეწოდება ამას საიდუმლოება. ეწოდება იმიტომ, რომ მღვდელმოქმედება არის საიდუმლო. ანუ როგორ მოქმედებს ღვთის მადლი ადამიანზე, საიდუმლოებითია. მიფარულია და მაგიტო. აი ეს რომ ყველა საკითხზე გადავიტანოთ, აუხსნელია მთელი ქრისტიანობა. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ბევრი რამ განმარტებულია და ახსნილი. აი დღევანდელი დღე. ჩვენ თქვით, რომ როგორ შეიძლება უბრალო ადამიანები, მოციქულები, გაუნათლებელი ხალხი დღისიერად ლაპარაკობდეს სხვადასხვა ენაზე. ესენი ხო ლინგვისტები არ არიან. როგორც ვთქვით, სასწაულია, კი, ღმერთს ყველაფერი შეუძლია ყველაფერი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სასწაულია, მას ახსნა განმარტება აქვს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. და რა არის ახსნა განმარტება? განმარტება ამ მრავალ მეტყველებისა მოციქულების მიერ დაკავშირებული არის ადამიანისეულ მდგომარეობასთან. საერთოდ მეტყველება და ენა ერთმანეთს არ უიგივდება. მეტყველება არსებობს სხვადასხვაგვარი. მაგრამ ენა უფრო სწორად მეტყველება არის ერთი. ენა არის სხვადასხვაგვარი. ენა არის მეტყველების გარეგანი ფორმა. ანუ მეტყველების შესაბმოსელი შეიძლება ვთქვათ. გარეგანი სამოსელი. აი ადამიანი, სამოთხეში მცხოვრები ადამი და ევა. ჩვენ ვკითხულობთ დაუცემელ მდგომარეობაში, ისინი ღმერთთან საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ, გველთან საუბრობენ, ცხოველებს არქმევენ სახელებს და სხვა. აი ეს მეტყველება არ არის გარეგანის სიტყვათა ნაკრები. ეს არ არის გრამატიკული ენა, რომელიღაც ერისა. ეს არის შინაგანი განზრახება მათი. ურთიერთშორისი. ამას ეწოდება შინაგან მდებარე სიტყვა. ანუ სხვაგვარად ანგელოსთა განზრახება ერთმანეთთან. როდესაც ანგელოზები უგალობენ წმინდაო, უფალო და ასე შემდეგ, შემდგომ წინასწარ მეტყველმა ეს მათი ნაგალობები გადმოიტანა მატერიალურ ენაში. როგორც შეიძლება ადამიანმა აღიქვას ეს. თორე სინამდვილეში ეს გალობა ანგელოზთა ასეთი ფორმით არ გამოიხატება იქ. იმიტომ რომ ანგელოზებს არ გააჩნიათ გრამატიკული ენა. გრამატიკული ენა ეს არის დაცემის შემდგომი ენა. აი, როდესაც ეცემა ადამიანი სამოთხიდან, მას ეძინება, რომელსაც უწოდებენ ასე, გარემოსილი ენა. შინაგანს ტოვებს, შინაგანს ივიწყებს. რატო ივიწყებს შინაგანს? აი, შინაგან ენას, შინაგან მეტყველებას რატო ივიწყებს? იმიტომ რომ მისი სხეული უხეშდება. თუ სხეული მანამდე ადამიანისა იყო უხრწნელი და უვნებო და უკვდავი, ენაც ასეთი ქონდა. უვნებო და უხრწნელი. მაგრამ როდესაც ეძინება მას დაცემის შემდგომ ბუნება უხეში, ენაც უხეშდება. და ამიტომაც გამოდევნილ ადამიანს ჭირდება მეტყველების საშუალებები. იმ შინაგან ენას უძებნის გარემოსილობას. ვიდრე ბაბილონის გოდოლამდე. ერთი ენა ჰქონდათ მათ. დაცემული, მაგრამ ერთი ენა. როგორი ენა იყო, ვისი ენა იყო,
ნუ ზოგჯერ ამბობენ ეს ჩვენი ქართული იყო და ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ზოგი თავისას ამბობს, ამაზე არ არის საუბარი სერიოზული. არ შეიძლება ისაუბროს ადამიანს სერიოზულად ამაზე. ერთი ენა იყო ბაბილონის გოდოლამდე და აი ბაბილონის გოდოლზე, როცა აშენებენ, თქვენ გახსოვთ, აურია ღმერთმა ენები მათ. რატო ხდება დაცილება ადამიანების? იმიტომ რომ ცოდვა აცილებს ერთი მეორეს ადამიანს. აი 64-ში ურთიერთ განზრახება რო იყო უცოდო მდგომარეობაში, არავის დაყოფა არ უნდოდა არაფრისა. და ადამიანები რაწამს გამოვიდნენ 64-დან, ცდილობენ თავისი მოგლიჯონ, რასაც ქვია. და ბაბილონის გოდლის პერიოდში ხდება არევა ენებისა და სხვადასხვა ენების ჩამოყალიბება. ესე იგი, რისი თქმა გვინდა, საეკლესიო ღვთისმეტყველების კუთხით მრავალ ენოვანება ან მრავალ ევნოვნება ადამიანისა ეს რაღაცა მიღწევა კი არ არის ძალიან დიდი გონების. ეს ცოდვის შედეგია. როდესაც ადამიანები განყოფილებისთვის, გაყოფისთვის იბრძვიან. მე ჩემთვის ვიყო, შენ ნუ შემეხები მე. და გაიყო კაცობრიობა, მრავალ ტომებად შეიძლება ითქვას და მრავალ ენებად. აი მაშინ ყალიბდება ენები. ეხლა რა შუაშია, რაც თქვით, სულთმოფენობასთან რა კავშირშია? აჩერე ვინ იმაშურება. რა შუაშია სულთმოფენობა? აი დღევანდელ დღეს ეწოდება ეკლესიის ერთიანობის ან ეკლესია თვითონ ერთიანობას ნიშნავს. ეკლესიის დაბადების დღე, ანუ შესაკრებელი ხდება. შეკრება ხდება ეკლესიის გუმბათის ქვეშ ხალხისა. და მოციქულებს ამ გაუნათლებელ ადამიანებს იმიტომაც ეძლევათ ის მადლი მრავალ მეტყველებისა, რომ აღუდგებათ მათ დასაბამიერი პროტოენა, ანუ მეტყველება სხვაგვარად. ანუ ის მეტყველება, რაც ჰქონდა ადამსა და ევას დაუცემელ მდგომარეობაში. და თუ კი ეს მეტყველება შენში აღდგენილია, შენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი შესამოსლის ნახვა. შენ თუ პროტოენის მფლობელი ხარ, პროტოენის კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომელიღაც გრამატიკულ ენაზე კი არ არის საუბარი. ცოდვით დაცემამდელ ენაზე, ადამიანისეულ ენაზე, მეტყველებაზეა საუბარი. და თუ კი ეს აღდგენილია შენში, ის მეტყველებები, ის გრამატიკული ენები, ის შესამოსლები მეტყველებისა, შენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. აღარ წარმოადგენს ეს პრობლემა შენში. იმიტომ რომ თავარი მეტყველება იცი შენ. აი რატომ მეტყველებს მაგალითად ღვთისმშობლისადმი გაბრიელი, მთავარანგელოზი, ზაქარიასადმი, ან კიდე სხვა ადამიანებისადმი იმ ენით, რა ენაც მათ ესმით, კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანებს. სხვაგვარად ვერ გააგებინებს, ანგელოზი რას ეუბნება, იმ ენით რო იმეტყველოს. ამიტომ საჭიროა იმ დასაბამიერი ენის, ანგელოზებრივი ენის შეფუთვა, შემოსვა გრამატიკულ ენაში, რომ გააგებინოს სხვა ადამიანს, ანუ იმ ადამიანს, ვისაც აღდგენილი არ აქვს ჯერ კიდევ დაუცემელი მეტყველება ადამიანისა. და ამით მოციქულები თუ ბაბილონის გოდლის პერიოდში იყოფა ხალხი, მრავალ ენოვანობა ყალიბდება და იყოფა ერები, ეკლესიის დაარსების დღეს მიუხედავად მრავალ ენოვნებისა მოციქულების, ისინი შეკრებენ მათ. იქ
ირღვევა ერთიანობა სოდვის შედეგად, აქ მადლის შედეგად ხდება შეერთება ხალხის. და თუ კი მოციქულები მაცხოვრის აღდგომამდე და სულთმოფენობამდე იმალებიან, ეშინიათ, რათა არ ეწამონ ქრისტესთან ერთად. სულთმოფენობის შემდგომ ისინი თქვენ მოგეხსენებათ გადიან საქადაგებლად, უშიშარები ხდებიან. რატო? მადლი აძლიერებთ და ქრისტეს აღდგომა, რა თქმა უნდა. მაგრამ ქრისტეს აღდგომას ამტკიცებს სულიწმიდის მოფენა. გაძლიერებაა საჭირო მათი. და გაძლიერება არის სულთმოფენობის ჟამს. მადლით ხდება ჩვენი გაძლიერება. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კი არა. მადლმოსილებიდან გამომდინარე. და ისინი მიდიან საქადაგებლად ბოლომდე, სიკვდილამდე, სიხარულით უდგებიან ამ ღვაწლს და მისიას, რომელიც ღმერთმა მათ დაავალა. ასეთი მდგომარეობაა მოციქულებში. ამიტომაც მეტყველებენ ისინი ეს ერთი შეხედვით უწიგნურები მრავალ ენაზე. იმ დასაბამიერ მეტყველებას აღუდგენს ღმერთი და იმ ენაზე საუბრობენ, რა საჭიროებაც არის კონკრეტულ ერში მეტყველებისა. და ეს სასაული, რომელიც თავიდან ჩვენ ვთქვით, ასეთ განმარტებას გულისხმობს. და სხვაგვარად, რა თქმა უნდა, შეუძლებელიც იყო, რომ მათ ემეტყველათ სხვადასხვა ენაზე. ეს ალეგორია არ არის. ეს გადატანითი მნიშვნელობით არ ითქმის, რომ მოციქულები ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე. ეს პირდაპირი გაგებით არის დათქვამი. მადლით, მაგრამ მადლით დასაბამიერი მეტყველების აღდგინების კუთხით და წყალობით. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ის ნუგეშინის მცემელი ჩვენს, რაც 50-ე დღეს მისცა თავის მოციქულებს. ბრავალს დაგასწროთ უფალმა. გაიხარეთ.